გამარჯობათ პატივცემულებო. დღეს თქვენ ამ უზორს აგიხსნით, როგორ იქსოვება ბრუნელო კუჩუნელის რომბები. მოდით ხელათვე დავიწყოთ ქსოვა და თვითონ თვლებით აგიხსნით. ძაფი და ჩხირები შეარჩიეთ სათანადო და აკრიფეთ 37 თვალი უნდა უზორს. მაგრამ აკრიფეთ ახლა რომ გამოვხსოვოთ 40-42 თვალი ყოფნის. დავიწყოთ. პირველი თვალი, ეს მე აქ მაქვს რეზინა მოქსოვილი და ვიწყებ პირველი თვალი. მაგალითად ეს არის პირველი თვალი, გადავიტანოთ თქვენ შემთხვევაში მე გამოვხსოვე. მეორე თვალი გამოვიღოთ 5 1 2 3 4 5 წაღმა. მერე 5 ჯერ ჯგუფი გავაკეთოთ, 1 თვალი ნამატი და 2 თვალი ერთად მარჯვნიდან გამოყვანით. როგორ ხდება ეს? 1 ნამატი თვლებს შევატრიალებთ, აი როგორ ვატრიალებთ თვალს, აი ასე შევატრიალებთ. დიახ, ისევ დავაბრუნებთ ადგილზე, ეს ასე და ისევ დავაბრუნებთ ადგილზე, აი შევატრიალებთ. და მარჯვნიდან, აი აქედან, ნახეთ, აი აქედან გამოვხსოვეთ. ეს გამოგვივიდა 1 ჯგუფი. მეორე ჯგუფი ისევ ნამატი, თვლები გავასწორეთ, აი წინ უნდა იყოს ეს ზოლი და აქედან მარჯვნიდან ეს 2, ეს 3 და აი ესეც მეოთხე დიახ და მეხუთე ხო 1 2 3 4 და მეხუთე არის. შემდეგ ვხსოვთ 6 თვალს წაღმა 1 2 3 ჩვეულებრივად კლასიკურად 4 5 6. აი 6 თვალი წაღმა მოიქსოვა ჩვეულებრივად. და ისევ 5 ჯგუფი ნამატისა და 2 ერთად ქსოვის. აი 1 გაცრავად 2 გავასწოროთ 2 3 4 და მეხუთეც ეგრევე. რა თქმა უნდა, აი აქედან შევდივართ. აი მეხუთეც. დამთავრდა. ბოლო 4-5 თვალიც 1 2 3 4 5 თვალი წაღმა. ბოლო თვალს გავაკეთოთ უკუღმა და ბოლო თვალი გამოვხსოვოთ. ყველა უკუღმა რიგი, აი ყველა უკუღმა რიგი
ეს პირველი თვალი იქნება მარტო წაღმით მოქსოვილი, რომ იქ არ შეგვეშალოს და იქეთ დაწყენო, სადაც გექნებათ რეზინა და ბოლოთვრები. იქსოვება დანარჩენი ყველა უკუღმა. მოდით გავიდეთ ეს რიგი ყველა უკუღმათი. დიახ, უკანა რიგი გავგზოვეთ. აქ თუ რა გაქვთ თქვენ რეზინა მოსაქსოვი მოგხსოვთ, ეს უკვე არის ჯემპრე დაწყებული და დავიწყოთ მესამე რიგი. ცოტა დაკვირვება სჭირდება. პირველი თვალი გამოგვაქვს, გადაგვაქვს და დავიწყოთ ორი თვალი წაღმა, ორი თვალი წაღმა და ვაკეთებთ ჩარჩოს მარცხნივ. დაიმახსოვნეთ ჩარჩო მარცხნივ. როგორ იქსოვება? სამი თვალი 1 2 3 თვალს გადავიტანთ ჩხილზე, ძაფი უკან და მეოთხეს გავგზავთ. აი ასე. წაღმათი გავგზავთ. შემდეგ ჩხირს ამ მარცხენა ხელში ჩხირს შევიყვანთ წინიდან 3 თვალში. აი უკანა ჩხირს მარჯვენა ჩხირი გამოგვაქვს იმ ერთი თვლისგან, რომელიც გავგზავნეთ ჩვენ მარტო და უკნიდან გადმოვიტანეთ ისევ აქეთ, აი ასე. და ეს სამი თვალი, რომელიც არ გვაქვს განაგზოვი, ამას სამივეს ვგზავთ წაღმიდან. შეიძლება ახლა ცოტა ძნელი იყოს, მაგრამ მერე შეეჩვევით აუცილებლად. ხო, მერე ასეთივე როგორც პირველ რიგში მოვგზავნოთ ერთი ნამატი და ორი თვალი მარჯვნივ უყურებს და წინიდან ასე გამოვიღებთ ორივეს ერთად. უკაცრავად ძაფი არის მრავალ ფენოვანი. აი ერთი. ისევ ნამატი თვლებს გავასწურებთ აი ასე. მერე ისევ აქედან წინიდან გავალთ. ეს არის და აქედან გამოვიღეთ თვლებს. ეს ორი. ესეც მესამე. როგორც ვაკეთებ, ისე უნდა გაკეთდეს აუცილებლად. თუ არასწორად შეხედავს ერთი მეორეს თვლემ. აი, მოგგზავნეთ რამდენი? 1 2 3 და მეოთხე ნამატი და ისევ მარცხნიდან უყურებს მარცხნივ 4-ჯერ. შემდეგ ისევ ჩარჩო ოღონდ მარჯვნივ ჩარჩო. როგორ ხდება მარჯვნივ ჩარჩო? ძაფი წინიდან, აი ძაფი გამოგვაქვს, ეს საქსოვი ძაფი გვაქვს წინ, ერთი თვალი გადავიტანოთ და ეს არის წინ ძაფი და სამი თვალი გავგზავნოთ წაღმათი. აი 4 თვალი ასო. უკნიდან მარჯვენა ხელის ჩხირით უკნიდან შევდივართ, აი უკანაში, აი ასე. უკან შევდივართ. გადავითვლით იმ გაქსოვილ 3 თვალს და მეოთხე თვალში აი გავუყარეთ ჩხირი. ეს ჩხირი გამოვიღეთ, აი 3 თვალი განაქსოვი 3 თვალი ასე დავტოვეთ და წინიდან ისევლე ავაგეთ. და ის ერთი თვალი შემდეგ გადავგზავნეთ. გამოგვივიდა გადაჯვარედინება მარჯვნივ. შემდეგ გავაკეთოთ, ახლა უნდა გაკეთდეს გადაჯვარედინება მარცხნივ ისევ. აბა მარცხნივ როგორ კეთდებოდა? 3 თვალს გადავიტანთ, მეოთხეს გავგზავნთ და წინიდან იმ 3 თვალს ავკრიფავთ მარცხენა ჩხირზე, მარჯვენა ჩხირს უკნიდან გამოღებულ
თვალს აი შევდივარ უკნიდან და გადმოვიტანთ აქეთ და ამ სამ თვალს გადავაქსოვთ ისევ. ეს არის მარცხენა გადატანა. ეხლა ისევე 4 აი ეხლა ისევე 4 ჯერ გაკეთდება ნამატი და 2 ერთად შევატრიალოთ აუცილებლად თვლები. შევდივართ აუცილებლად გვერდიდან ეს 1 ნამატი გადავატრიალეთ ისევ თვლები. შევდივართ გვერდიდან ეს 2 ეს 3 გადავატრიალეთ ესეც 4 გეტყვა. აი 4 თვალი გამოგვივიდა. შემდეგ ისევ ჩარჩო მარჯვნივ ძაფი წინ და 3 თვალი გავხსოვოთ 2 3 თვალი გავხსოვოთ და შემდეგ ის 1 თვალი ავაგოთ მარცხენაზე და 3 ერთად გადავიტანოთ. აი გამოვიდა 2 წაღმა და ეს ბოლო არის ბოლო იქნება. გნებავთ უკუღმა, გნებავთ როგორც სხვა უზორი თუ გაქვთ, როგორც სხვა უზორი. ყველა მარცხენა უკაცრავად ყველა უკანა თვლები იქსოვება კლასიკური წაღმით. უკუღმით. აი კლასიკური უკუღმით. აი ასე არ ვქნათ. აი პირდაპირ გავგზავნოთ. დიახ. გავაგრძელოთ. დიახ, გავგზავნეთ 2 წაღმა რიგი და დავიწყოთ მესამე, ესე იგი მეხუთე რიგი. მეხუთე რიგი 1 რა თქმა უნდა გადაგვაქვს და ვგზავნოთ 1 წაღმა 2 ერთად ეხლა ვგზავნთ მარცხნივ. როგორ იქცევება 2 ერთად მარცხნივ და მერე ნამატი. 1 თვალს ავიღებთ, აი 1 თვალს. მე ასე ვაკეთებ და გამოდის ძალიან ლამაზი. აი 1 თვალს გადავიტანთ მარჯვენა ჩხირზე. მეორე თვალს გავგზავნთ და იმ გადატანილ ჩხირს აი ასე. აი ასე. და 8-იანად მოდის აქ და მერე ვამატებთ. აბა კიდევ 1 გავაკეთეთ. ჯერჯერობით. ახლა გავაკეთოთ ჩარჩო მარცხნივ. მოდით აბა გავაკეთოთ ისევ ჩარჩო მარცხნივ. დიახ. ჩარჩო მარცხნივ 1 2 3 გადავიტანოთ. მეოთხე გავგზავნოთ 3 თვალში წინიდან ამ 3 თვალში ავაგოთ მარცხენა ჩხირზე 3 თვალი. უკნიდან გამოვიღოთ და უკნიდან არასდროს არ ჩამოგვარდეთ აი ეს ნამატი თვალი არ ჩამოგვარდეთ, გაგაკლებათ შემდეგ. გადავიტანთ უკან და ამ 3 თვალს აი ამ 3 თვალს გადავგზავნთ. აი ასე. აი გადავსვთ. ეხლა 3-ჯერ გავაკეთოთ ნამატი და 2 თვალი ერთად მარჯვნივ. ნამატი ისევ შევატრიალოთ თვლები. მარჯვნენას უნდა შეტრიალება. აი 1 ნამატი შევატრიალოთ 2 ნამატი
შევატრიალოთ 3. დიახ 3. შემდეგ ჩარჩო მარჯვნივ ჩარჩო არის ძაფი წინ ერთ თვალს გადავიტანთ და სამ თვალს გავგზავნოთ 2 3 დიახ შემდეგ უკნიდან შევდივართ მარცხენა ჩხირს გამოვაძრობთ მარჯვენა ჩხირს მერე ავაგებთ წინიდან და ასე გადავიტანთ აი და ამას მეოთხე თვალს გადავგზავნოთ დიახ так შემდეგ ორი თვალი ისევ უნდა გავაკეთოთ მარცხნივ ესე იგი ნიშნავს ორ თვალს ერთს გადავიტანთ მეორეს გავგზავნთ იმ გადატანილს გადავაგდებთ განაქსოვ თვალზე და მერე ნაკიდი იგი მატება ბუდიშით ისევ ჩარჩო ეს ნამატი თვალი არაფრის დიდებით არ გამოგრჩეთ და ისევ ჩარჩო მარცხნის ჩარჩო ესე იგი 3 თვალი გადავიტანოთ მეოთხე თვალი გამოვგზავნოთ და აი წინიდან ისევლე შევივიქეთ აი ამ სამ თვალს 1 2 3 ესე ეხლა აი აქ გავაკეთეთ შეხედეთ აი აქ ერთი ცალი მარცხენა გავაკეთეთ ეხლა სამჯერ ეს გადავიტანეთ ეხლა სამჯერ ნამატი და ორი თვალი ერთად მარჯვნიდან ესე იგი გავასწოროთ თვლები ნამატი არ გაგვექცეს გავდივართ ეს 1 ნამატი ეს 2 დიახ ნამატი აი ესეც 3 ბატონო დიახ გავგზავნეთ ეხლა ჩარჩო მარჯვნივ ძაფი წინ ერთი თვალი გადაგვაქვს 3 გავგზავნოთ და ის ერთი თვალი უკნიდან ნახეთ 3 თვალი გადავთვალეთ მეოთხეში ავაგეთ გამოვიღეთ ეს ჩხირი ამ სამ თვალს ისევ ავაგებთ და გადავიტანთ აქეთ აი და მეოთხესაც გავგზავნებთ ეგრე ახლა ერთი თვალი ერთჯერ უკაცრავად ერთჯერ მარცხნივ ერთჯერ მოგგზავნთ მარცხნივ და აი ერთი გადავიტანეთ ერთი მოგგზავნით ეს გადავიტანეთ ამ მონაქსოზე ვაკელით ესე იგი და ერთი ნამატი და ერთი წაღმა ნახე რა სწორად არის ნახეთ აბა ეს უკუღმა და ესეც ასე აი როდესაც სწორად გსოვთ
არც ერთი თვალი, აი აქანა ერთი თვალიც კი არ უნდა იყოს შეშლით მონაქსოვი. მაშინ უნდა ჩაეტიოთ ყველა თვლებში. всё, ეს მეხუთე რიგი მოვგსოვეთ, უკანა რიგს ვგსოვთ და შევხვდებით მეშვიდე რიგზე. დიახ, უკანა რიგი გავგსოვეთ, რაც მოსაქსოვი გქონდა წინ მოვგსოვეთ და გადავდივართ მეშვიდე რიგზე. პირველი გადავიტანეთ და დავიწყოთ 2 წაღმა 1 2 წაღმა 2 წაღმა 2 მარცხნივ და ნამატი. მარცხნივ, ესე იგი 1 გადაგვაქვს, მეორეს გავგსოვთ, გადატანილს გადავიტანთ ისევ უკან და 1 ნამატი. ეს 1. შემდეგ ჩარჩოს გავაკეთებთ მარცხნივ. მარცხნივსა ჩარჩო, ესე იგი ნიშნავს, რომ 3 თვალი 1 2 3 თვალი გადავიტანეთ, მეოთხე გავგსოვეთ, წინიდან ავიღეთ ეს 3 თვალი, ეს 1 თვალი დავტოვეთ და 1 2 3. აი უკვე მიხვდით ხო, როგორ იქცევა? აი ეს არის მარცხნივ 2 ნამატი და მარჯვნივ 2 ერთად. ეს 1 ნამატი, ესეც 2 ერთად. ვატრიალებთ თვლებს, ეს ნამატი არ გამოგვრჩეს, მეორეჯერ გადავიტანოთ. დიახ. შემდეგ ისევლე ჩარჩო მოდის მარჯვნივ, დიახ, ჩარჩო მარჯვნივ, აი ხადავთ, მარჯვნივ ჩარჩო, ესე იგი წინ, ძაფი წინ, გადავიტანოთ 1 თვალი, 3-ს გადავგსოვთ, 2 3 გადავგსოვეთ, 3 თვალს გადაგსოვილს გამოვტოვებთ, უკნიდან შევდივართ მეოთხე თვალში, გამოვიღეთ ჭხირს, ავკინძავთ, ისევ ავაგებთ მარჯვენა ჭხირზე და გამოტანილ თვალს გავგსოვებთ. ეგ არის მეოთხე თვალი. არის შემდეგ 2ჯერ, აი ეხლა უნდა 2ჯერ მარცხნივ, აი აქა, აი აქ იხსნება 2ჯერ მარცხნივ, ესე იგი 2 ერთად, 1 გადაგვაქვს, მეორეს გავგსოვთ, გადავიტანოთ და შემდეგ ნამატი. ისევ ესეც 1 გადავიტანოთ, მეორე გავგსოვოთ, გადატანილ ისევ გადმოვიტანოთ უკან და ისევ ნამატი. დიახ. შემდეგ ჩარჩო მარცხნივ. მარცხნივ ჩარჩო არის 3 თვალი. გადავიტანოთ. მეოთხე თვალი გადავგსოვოთ. წინიდან 3 თვალი ავიღოთ. ის გაგსოვილი უკან გავიტანოთ და ეს 3 თვალი 1 2 3 თვალი გადავგსოვოთ. აი შემოგევლოთ როგორი გამოდის. დიახ. შემდეგ 2ჯერ მოკაცრავოთ. შემდეგ 2ჯერ გავიკეთეთ, 2ჯერ დიახ, ნამატი და გადატანა. 2ჯერ აუცილებლად უნდა შევატრიალოთ თვლები. ეგ 1 და ესეც ნამატი და შევატრიალეთ თვლები, ესეც მეორე.
2 გამოგვივიდა. დიახ, ეხლა ჩარჩო მარჯვნივ არის წინ ერთი თვალი, ძაფით წინ ერთი თვალი გადავიტანეთ, 3 თვალს გადავხსოვთ. უკნიდან იმ გადატანილ მეოთხე თვალში შევდივართ და გამოგვაქვს ასე, გადავიტანოთ და გადავხსოვთ. ეგ არის მარჯვენა გადატანა, მარჯვენა ჩარჩო. ეხლა ორი თვალი ერთად მარცხნივ და ნამატი, ორი თვალი ერთად და მარცხნივ ნამატი, ორი თვალი ერთად და ნამატი და ერთი თვალი, ორი თვალი და ასე და უკანა მხარე ყველა უკუღმა. შევხვდებით მეორე ნაწილში.